რა საკიდან უნდა აუზარდოთ ჩვილი? რა საკიდან? აი ხლანდელი ჩემი აზრით ბავშვი იზრდება ჩასახვამდე. ჩასახვამდე? რო არ ჩაგისახია ბავშვი, მაშინ იზრდება ბავშვი უკვე. იმიტომ რომ ის ციური სამყარო არსებობს. მე ეს რწმენა მაქვს, ღმერთს ამჯერა და ისა ღმერთის ვისაც ჯერა, იმისთვის ის სამყაროც არსებობს. ხომართალია და ბავშვს ჩადებული ხასიათი მოაქვს. ამრიგად თუ ბავშვს ნატრობს შენ და შენი მეუღლე ერთად და დაიძინეთ და თანაზე და აბა მოდი და აბა ასე და შვილი გვეყოლოს და აბა შენ და შეიძლება დედამ შვილი სიზმარშიაც კი ნახოს, მამები ვერ ნახულობენ შვილებს, მომაშვიდებს სიზმარში. აი ბავშვს იქ ამზადებს შენთან მოსასვლელად. და როცა დედას ბავშვი მუცელში უზის და მე-16 კვირაშია ბავშვს შენი ლაპარაკი უკვე ესმის მუცელში. შენი ლაპარაკი თუ კარგად ლაპარაკობ, სოციალერსები, ეფერები, კაი მუსიკა ჟღერს, აქაურობაში ხო? სიყვარულობიანი ლაპარაკი უკვე ლაპარაკს სწავლობს, იმიტომ რომ ლაპარაკი რო იბადება, მაშინ კი არ სწავლობს. ის ფუნქცია, რომელსაც ლაპარაკი უნდა აითვისოს და მე გამოაშკარავოს, ის ფუნქცია უკვე იწყებს მოქმედებას, რომ ასე ჩქარა ბავშვი ვერ ამეტყველდებოდა. არა? ამრიგად როგორი ლაპარაკები მეუღლეს? როგორ რაზე საუბრობ? მეუღლეთთან რა ლექსებს კითხულობს, რა უყვარს, რა არ უყვარს, რომ უხვალ სახში, როგორ დაიჩუქებ მეუღლის წინ და ამ უცელზე მოეფერები და იმ ბავშვს რაღაცა შეძახებ. ეს ყველაფერი აღზრდა. მე უგზავნი, ჩემს თავს უგზავნი ბავშვს, აი ეგეთი გხვდები მე შენ, აი ესეთი მიყვარხარ, აი ესეთი უკვე შეუგზავნი მას და მისმა სულმა მიიღო ესენი. ბავშვს კი არ ეყურება ესენი. სულმა მიიღო. იბადება და მე უკვე რა თქმა უნდა პირველი 2 კვირა ეს ძალიან რთული კვირაა ბავშვის აზრდაში და მე ჩულობას გადის და სხვა.